მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში ნახავთ. გთავაზობთ ChatGPT-ის მიერ შედგენილ ცხელი ჰეჯბეკების ტოპ-10-ს. მეხუთეზე გაიყვანა Honda Prelude BB6. BB6 ხო ახალი თავი. არ ვეთანხმები. არც მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ BB6 არ არის ჰეჯბეკი. რატომ მიმართავენ ავტომოყვარულები მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ხშირად ChatGPT-ს და რამდენად სანდოა ციფრული მექანიკოსი? ესე პირდაპირ რომ მიწერო და კითხო რაღაცა ხო, ვერ გაგცემს პასუხს და ძალიან ზოგად რაღაცეებზე დაგიწყებს საუბარს, მაგრამ ეხლა ჩემ შემთხვევაში რა მოხდა რა, მე კარგად ვერ ყვევი ჩემს ავტომობილში, იმიტომ რომ ჩემი ხელით არის აწყობილი, ვიცი სად რა არის, როგორ არის მოწყობილი და შესაბამისად მოკლედ რაღაცა ელემენტარული ძალიან ელემენტარული გამომრჩა. უბრალოდ ChatGPT-თან რო დავიწყე საუბარი, მითხრა რომ თუ შენო ეს კომპიუტერი გიყენიაო, თუ შენს კომპიუტერში ეს ჩიპი დევსო და თუ ესე არისო ყველაფერიო, ლამდა სენსორი შეერთებული გაქვს თუ არაო. ავხადა შეერთებული არის. გამოვაძრე და გამარჯობაო. და ყველაფერი თავისთვის როგორც უნდა ყოფილიყო. განვიხილავთ Mazda Miata-ს. რატომ არის მსოფლიო მასშტაბით ეს ავტომობილი ასეთი პოპულარული? კითხვაზე პასუხს გიორგი დანელია გასცემს. იმდენად კომფორტულად ვზივარ ამ ავტომობილში და იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ მართვისგან, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, სად არის პლასმასი, სად არის რეზინა, სად არის კაუჩუკი და სად არის ტყავი. სულ რომ დავშალო და ისევია, რომ მაინც კმაყოფილი ვიქნები და მაინც ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ. შეიძლება თუ არა საქართველოში მოტოციკლეტით უსაფრთხოდ გადაადგილება. რა პრობლემების წინაშე არიან მოტომოყვარულები და რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც მოტოციკლს ვყიდულობთ? ამ თემაზე სტუმართან ლადო გუდაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ზოგადად ყველას ვეუბნები, ვინც დამწყები არის და ვინც კომუნიკაციაში შემოდის ჩემთან, რომ არსებობს ორი სახის მოტოციკლეტისტი. ერთი რომელიც დაიმტრა და ერთი რომელიც დაიმტრა. არ არსებობს მოტოციკლეტისტი, რომელსაც რამე შემთხვევა არ მოსვლია, არ მოუვა, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ არც რაღაც ზედმეტად შორს დავიჭიროთ თავი მოტოსამყაროსგან და არც იმას, რომ პირიქით ძალიან გავუთამამდეთ რა. რაღაც საშუალო ტემპი უნდა ვიპოვოთ იმასთან, რომ რა შეგვიძლია ჩვენ, რა სკილები გვაქვს, რა შესაძლებლობები გვაქვს, რისი გაკეთება შეგვიძლია ორბორბლიანი ტრანსპორტით. იმიტომ რომ რა თქმა უნდა სახიფათო არის, რა თქმა უნდა 4ბორბლიანთან შედარებით ბევრად უფრო მეტი შემთხვევა შეიძლება მოხდეს 4ბორბლიანზე. თუმცა რა თქმა უნდა თუ ყურადღებით და სწორად ვეცდებით რომ განვვითარდეთ, ყველაფერი იქნება ძალიან მშვიდობით და კარგად. მოკლედ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გვესმის მეც და გიორგისაც, რომ ავტომოყვარულები ესაუბრებიან ChatGPT-ს ძალიან აქტიურად. ოკეი, სხვათა შორის მინდა გითხრა, ძალიან აქტიური გახდა ChatGPT-სთან საუბარი და AI დაიხვეწა. საკმაოდ ბევრი ინფორმაციას იძიებს და ამ ინფორმაციების მოძიება ხდება უკვე როგორი ფორუმებიდან იცი, აი სადაც დაახლოებით შეიძლება ისე ვერც მიაგნო 10 წლის წინ რო რამოდენიმე ადამიანი რაღაცას განიხილავდა, მე ამ ყველაფერს ამუშავებს. ეხლა ChatGPT-მ რა ქნა? ChatGPT-მ დაიწყო ამ სხვადასხვა ფორუმებიდან ამ ინფორმაციების მოძიება, შემდეგ დამუშავება და ასე თუ ისე შეიძლება მთლად სწორი პასუხი არ მოქცეს. ანუ გადასამოწმებელი არის. აუცილებლად უნდა გადაამოწმო, მაგრამ შეიძლება რაღაცა მიმართულება მოქცეს, რა მიმართულებითაც წახვალ და მიხვდები ანუ სწორია თუ არა რა. მე მახსოვს შენი მოყვარული მეგობრის ისტორია. კი, რომელიც ძალიან დიდი ხანი ესაუბრება ხოლმე ამ ადამიანს. 36 ყავს BMW და ნუ თავის ავტომობილზე ვეღარ ესაუბრება. მეგობრები უკვე ეღადავებიან, შოუთან რომ მიდევნაუთხრას გაყიდეო. ChatGPT-ს ესაუბრება ხოლმე რა, რომ აი ჩემს მანქანას ეს პრობლემა აქვს და მოდი რა ვქნა და ნუ ესაუბრები გრძელდება ხოლმე საათნახევარი დაახლოებით. მაგრამ აქვე მინდა დავამატო, შენ ძალიან დაგეხმარა. კი, მე ძალიან დამეხმარა და უყურე მაგასაც ავხსნი. ესე პირდაპირ რომ მიწერო და კითხო რაღაცა ხო, ვერ გაგცემს პასუხს და ძალიან ზოგად რაღაცეებზე დაგიწყებს საუბარს, მაგრამ ეხლა ჩემ შემთხვევაში რა მოხდა რა, მე კარგად ვერ ყვევი ჩემს ავტომობილში, იმიტომ რომ ჩემი ხელით არის აწყობილი, ვიცი სად რა არის, როგორ არის მოწყობილი და შესაბამისად მოკლედ რაღაცა ელემენტარული, ძალიან ელემენტარული გამომრჩა. როდესაც ჩემი ავტომობილის კომპიუტერს აპროგრამებ ეგრეთ წოდებული ლამდა სენსორი ლამდა სენსორი უნდა გათიშო
უნდა გამოვაძრო, როდესაც პროგრამულად თიშავ. თუ პროგრამულად გათიშული გაქვს და არ გამოაძრე შტეკერიდან, კომპიუტერში წავს ერთ-ერთ რეზისტორს და ეს დამწვარი რეზისტორით, როდესაც დადიხარ, კომპიუტერი არის ავარიულში და მე მთლიანად პლატა იწვევ. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანი ელექტროობა ავტომობილის სკანერში გავატარე. მაგრამ ვერ ნახე. აი, როგორ ვიყავი, ფეხები მქონდა გარეთით ჩაყუდებული ვიყავი რა. ყველა კაბელი, ყველაფერი შევამოწმე, ყველა სენსორი შევამოწმე და აი დავიღალე უკვე რა ფორუმებზე ძებნით მოვკვდი და უბრალოდ ChatGPT-თან რო დავიწყე საუბარი, მითხრა რომ თუ შენო ეს კომპიუტერი გიყენიაო, თუ შენს კომპიუტერში ეს ჩიპი დევსო და თუ ესე არისო ყველაფერიო, ლამდა სენსორი შეერთებული გაქვს თუ არაო. ავხადა შეერთებული არის. გამოვაძრე და გამარჯობაო. და ყველაფერი თავისთვის როგორც უნდა ყოფილიყო. მოკლედ მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ, რომ ChatGPT-ისთვის გვეკითხა 90-იანი წლების ყველაზე ცხელი ჰეჯბეკები რომელი იყო, ან ყველაზე კარგად სამართავი. ავიღოთ ნიშნულად 90-2000-იანი წლების ცხელი ჰეჯბეკები. საუკეთესო წინაწამყვანი ოღონდ. დავეთანხმებით თუ არა ჩვენ. დავეთანხმებით თუ არა. კი ბატონო. მოკლედ, პირველ ადგილზე ChatGPT-მ გაიყვანა Honda Integra Type R DC2. მე ერთ-ერთი ყველაზე რომ არ დავეთანხმებ. ძალიან მაგარი სამართავი ავტომობილია. მე მაგას ვეთანხმები. მეორე ადგილზე ასევე გაიყვანა Honda Civic Type R EK9 97-2000-იანი წლების. არ შემიძლია რომ არ დავეთანხმებ. კი, ამაშიც მივყვებით. მესამე ადგილზე გაიყვანა Clio Williams-ი 93-96. ამასაც უნდა დავეთანხმოთ, იმიტომ რომ აი არანორმალურად მაგარი სამართავი მანქანაა Clio Williams. უყურე ნუ კაი, ვეთანხმები. ვაღიარებ. ვაღიარებ. ეხლა ნახე. შემდეგზე მეხუთეზე გაიყვანა Honda Prelude VTEC BB6. BB6 ხო ახალი თავი არ ვეთანხმები. არც მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ თან ATTS სისტემიც რაც არის ანუ. BB6 კი, BB6 არ არის hatchback. BB6 არის რეალურად კუპე. კი. იმიტომ რომ დახურული საბაგული. აი პრელუდზე რო თქვით რომ რაღაცები არ მოგწონს თქო, ძალიან ბევრი კომენტარი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი მომწერა რომ პრელუდზე ესეთი რაღაცა როგორ თქვიო. ანუ არ არის პრელუდი სპორტული მანქანა. პრელუდი არის Gran Turismo. ანუ ეს არის ყოველდღიურად სამოწრავი კომფორტული კუპე და საქართველოში რო ვიღაცები მე ამ მანქანას აწვალებდნენ ფუჭდებოდა ხოლმე და ანუ არ არის რაც ავტომობილი. ამას ვერ დავეთანხმებით. ერთი ადგილზე. კაი. Nissan Pulsar GTE R. ეს ძალიან მაგარი მანქანაა. მოდი შევთანხმდეთ. ეგ ავტომობილი არის SR20-ით აღჭურვილი და ძალიან კარგი ავტომობილია მართლა. ასევე Ford Escort RS 2000. მე ძალიან მიყვარს. MK6 დავაკონკრეტოთ. Volkswagen Golf-ი MK3 VR6 6 ცილინდრიანი. მაგაზე ჰაგერტის სიაშიც იყო ეგ ავტომობილი და აი საქართველოში თუ ვინმეს გყავთ, მართლა მაინტერესებს რა, ეგ VR6 რო გადავიდეთ. Alfa Romeo 155 156 quadrifoglio. Alfa Romeo-ი სხვათა შორის ერთი ადამიანი დადიოდა ჩვენთან და ძალიან კარგად დადიოდა ეს Alfa Romeo მახსოვს. უბრალოდ რაღაცომღაც მაინც რაღაც პოპულარობა ჩვენთან Alfa-მ ვერ მოიპოვა, მიუხედავად ამისა, მე Alfa ძალიან მიყვარს, ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ ბრენდს და უდიდეს პატივს. და მე-10-ზე გაიყვანა Toyota Corolla Levin Runeo. ესეც მე მგონი ეგ იცი რომელი Corolla არის? დროსელები რო აქვს ოღონდ სათითაო. ხო. ძალიან კარგი ავტომობილია და მე-10-ზე რო გაიყვანა ცოტა მეწყინა. ცოტა ქვემოთ ჩავწევდი რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ავტომობილია. ანუ და დაახლოებით მე ესე ვფიქრობ, რომ Honda-თან დავაყენებდი და Renault Peugeot-თან რა. კარგი. მე ამ სიაში მაგალითად ვისურვებდი რომ ყოფილიყო Mini Cooper-იც. უყურე Mini Cooper-ს. იმიტომ რომ Mini Cooper-იც ერთ-ერთი ცხელი ჰეჯბეკია. კი, Mini Cooper-ი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი სახასიათო ავტომობილი არის, მაგრამ იმ წლებში Cooper-ს არ ქონდა, ასე ვთქვათ, არ ყავდა ისეთი ავტომობილი, რომლებიც კონკურენციას ამ ავტომობილებს გაუწევდნენ რა. ეხლა Cooper-ი, ანუ ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, ძალიან მაგარი ბრენდი შედგა. BMW-მ შეიძინა, როგორც ვიცით, BMW Group-მა შეიძინა Mini და ბოლო Mini გვაქვს ნატარები, John Cooper Works-ი და მინდა ვთქვა, რომ აი ძალიან მაგრად იმართება რა, აი ძალიან მომეწონა ეს ავტომობილი და იმასაც ვიტყვი, რომ სიამოვნებით ვიყოლიებდი თქო. კარგი, მოდი გადავიდეთ რა ხდება მსოფლიოში. Honda და Aston Martin-ი გეგმავენ რაღაცა საერთო ავტომობილის
წარმოებას. ეს ყველაფერი დაიბადა ფორმულა 1-დან. მოკლედ, ეხლა რა მოხდა? Red Bull-მა უარი თქვა Honda-ს ძრავზე. და Aston Martin-მა ჩვენთან მოდიო. Red Bull-ი გადადის Ford-ის ძრავზე და იმედი მაქვს შექს არ აუნთებს ხოლმე ეს ძრავი და რაღაც პრობლემები. წყლის პრობლემები არ ექნება და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან მეწყინა სხვათა შორის Red Bull-ი რომ Ford-ის ძრავზე გადავიდა, მაგრამ Honda და ხო რაღაც Honda და Aston Martin-ი დამეგობრდნენ და Aston Martin-ის ბოლიდში იქნება Honda-ს ძრავი და მოკლედ ძალიან დაძაბული და საინტერესო სეზონი გვექნება Formula 1-ის 2026 წლის და ჩვენც მინდა რომ აქტიურად გავაშუქოთ ხოლმე. ვის გულშემატკივრობ შენ? მე უკვე Aston Martin-ს. მოკლედ, მე ცოტა ისეთ მძიმე ისა მაქვს ხოლმე რა, Ferrari-ს გულშემატკივრობ, მაგრამ ბოლო პერიოდში ცოტა კი არა, კარგად გულისკენები გვაქვს Ferrari-ს გულშემატკივრებს. ამიტომ მე ჩემთვის ალბათ დღესდღეობით ისეთი მრბოლელი, რომელიც მართლა ავტომოყვარული არის და ამით ცხოვრობს, ეს არის Max Verstappen-ი და ისე ალბათ წელს Max უგულშემატკივრებ. Ford-მა რახან შევეხეთ Formula 1 და რაღაც და ესა, BYD-სგან გადაწყვიტა ელემენტები შეძენა. მოკლედ, ესეც ცოტა ჭორისძიებია, მაგრამ არც უარყოფენ ამას Ford-ში და არც ადასტურებენ. არ გამკვირვებია სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ BYD არის ერთ-ერთი ნომერ პირველი წარმოებელი ელემენტებში და BYD-ის ელემენტებზე ჩვენ ცალკე ვიდეო გქონდა. რომ ეს არის ძალიან მაგარი ელემენტები, რომლებიც არ განიცდიან დეგრადაციას, არ ფუჭდება მალე, ჩქარი და დამუხტვის დროს არ დეგრადირდება, ანუ ჩქარი დამუხტვის დროს ძალიან ბევრი ჩინური ავტომობილის ელემენტი განიცდის დეგრადაციას და აი როგორც ტელეფონის ელემენტს აქვს ხოლმე პრობლემა. აგერ ჩვენ წინ არისო მოიყვანეს შემოწმებაზე და 100.000 კილომეტრი ქონდა გარბენი ამ კონკრეტულ ავტომობილზე 1% იყო lifetime ელემენტის დაკლებული. აი აქვე აღშევით რომ არ აღნიშნო Tesla Cybertruck. მოკლედ 50% იკლო ამ ავტომობილის გაყიდვა. რატო იკლო? და ზოგადად ელექტროავტომობილის გაყიდვა ევროპაში აკრძალეს და რატო აკრძალეს? ისეთი უხეში ფორმები აქვს ადამიანს, რომ დაეჯახოსო, პირდაპირ აი მოკლავზე გაჩნდეს რა და იდეაში სიმართლე გითხრა, გეთანხმები, ჩემი ეს თუ აკრძალავენ და საერთოდ არ გამოუშვებენ ეგეთ მახინჯმანქანას, ძალიან კარგი იქნება. ასევე კიდე ერთი ელექტრომობილი, რომელიც ჩვენს გადავიღეთ პრეზენტაციაზე ვიყავით, ახალი G-კლასი. გაორმაგებული ფასდაკლებით ცდილობენ მოკლედ გაყიდვას. გახსოვს რა გითხარი? კი. აი G-კლასი რასთან ასოცირდება G-კლასი არის ხმა, აგური, რა ვიცი, გადამოუარე ყველაფერს და ბოლოთაობის G-კლასები. ბოლოთაობი ხო, გადამოუარე, მაგრამ ხმა მაინც ხო გქონდა ჩერჩენი და ის ხმაც კი წაართვეს. კი, უყურე როგორი რაღაცა. სული ამოხადეს. წარმოიდგინე რამდენი წელი Mercedes-ი ქმნის G-კლასს და რამდენი წლის განმავლობაში, აი როგორც Porsche. აი სილუეტი, დიზაინი, აი მოყვანილობა ისე Porsche Wrangler-ია უბრალოდ რაღაც პატარა დეტალები იცვლება ხოლმე, რაც აი თუ კარგად ორს ერთად ესე არ დააყენებ და არ შეხედავ, ვერც მიხვდები რა. მაგრამ აქედან გამომდინარე G-ის მომხმარებლები ყოველთვის ყიდულობდნენ ახალ G-ს და ყოველთვის ყველას აი ეს ბრუტალური 8 ცილინდრიანი როხროხი, აი ყველას უყვარდა და ყველა ყიდულობდა G-ს ამიტომ. და Mercedes-მა ესე ციხლი ჩააჭირა და ეს ამოაცალა სული ამანქანას. არა, ანუ არის რაღაცა ავტომობილები, რასაც ელექტროფიკაცია არ უხდება. ანუ მაგას ჯობდა რომ რაღაც სხვა ძარა შეექმნათ და იმაში ჩაეტენათ ის ელექტროძრავი და ეთქვათ რომ ახლა შევქმნით და თუ გინდათ ვინმეს თუ მოგეწონებათ იყიდით, მაგრამ ეგეთ ჩავარდებოდა ჩემი ეს თუ გაინტერესებს რა. აი ხა შენ რომელი ქართველი იცი, ვისაც G-კლასი ყოლია და წავა და ელექტრო G-კლასი იყიდის? არც ერთი. არც ერთი. აი Porsche, აი გიждები ამ ტრენდზე რა ვქნა. ანუ სპეციალურად შექმნა ისეთი ავტომობილი ცალკე. ცალკე გამოუშვა ტაიკანი და всё. დადი იყიდე თუ გინდა რა. ნუ საერთაშორისო სიახლეები სულ ეს იყო და დანო. მე ვიცი რომ ეს ავტომობილი რაც გადაიღე არის შენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელი. კი. და მეც ხვდაწილად ბედნიერება ამ ავტომობილის მართვის და მინდა ვთქვა რომ ძალიან ვისიამოვნე. არანორმალურად გიჟური სამართავი მანქანაა და იმ ემოციებს რასაც გიტოვებს, აი არ ვიცი რა. თავმა ჩემი ლეტაში დაუკრა ამ ავტომობილს. აგერ უკვე რამოდენიმე წელი არის, რომ Honda-ს
ვერ ვეგუები და ძალიან მიყვარს და ესეც ორი ხონდა მყავს და ვერ ეგუები თუ ვერ ელევი? ვერც ვეგუები უკვე ბოლო წლებში მოდის შემეშალა, ვერც ვეგუები და ვერც ველები რა. კი, ნუ არაკომფორტულია, კი, ნუ რაღაც ესე ვთქვათ თავისი რაღაც ისინი აქვს რა, პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ მაინც მიყვარს. და ჩემი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილი არის კიდევ Mazda Miata MX-5. NC ძარა, ხო? NC ძარა ძალიან მომწონს და NA მომწონს კიდე ძალიან. ხო, MB რაღაცა MB-სთან ვერ. მეორე ND უკვე ძალიან ახალია, ძალიან თანამედროვეა და მე მგონი დააპატარავეს. არა, დააპატარავებით არ დაუპატარავ. ინტერიერზე მაქვს საუბარი. ინტერიერი კი და სიმართლე გითხრა ხა, ინტერიერის ხარისხი, ანუ აი, ყოველთვის ახლა Mazda-ს აი რა უნდა რა ხარისხი უნდა მოთხოვ Mazda-ს. ეს არის ზოგადად სახასიათო ავტომობილი. ეს არის სახასიათო ავტომობილი. ერთ-ერთი საკულტო ავტომობილია. ერთ-ერთი საკულტო ავტომობილი არის, მაგაშიც ყველა თანხმდებით. ანუ არ არსებობს სოფლიო მასშტაბით ავტომოყვარული, რომელსაც Miata არ აქვს. ერთს დავამატებ რა, მე რა ავტომობილებიც მიტარებია, ესეთი შეგრძნება და ემოცია არც ერთ ავტომობილში არ განმიცდია. უყურე აი რაღაცა სხვა სამყაროა რა. ზოგჯერ ანუ თუნდაც მანელი, თუნდაც მოხვევა, აი კი, გეთანხმები 100%. ზოგჯერ ყველაფერი გენიალური არის ძალიან მარტივ გადაწყვეტილებებში. ეს ავტომობილი არის ძალიან მარტივი და არის ძალიან გენიალური. ეხლა ხდები Koenigsegg-ის იმას რა ქვია ინტერვიუში რო თქვა, რომ Miata იყო ინსპირაცია ამ ავტომობილის შექმნისო. Koenigsegg-ზე არის საუბარი. თვითონ კრისტიანი არის ძალიან არ ვიცი რა, ეს ადამიანი როგორ დავახასიათო. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს მართლა ძალიან დიდი ფინანსები და ფლობს ერთ-ერთ ყველაზე მაგარ კომპანიას და გაინტერესებს დაახლოებით რამდენი დოლარი ღირს მისი საათი, რომელიც ძალიან უყვარს და ყოველდღიურად ატარებს. არ დავასახელებ ახლა ბრენდს, მაგრამ ადამიანი, რომელიც არის მილიონერი, დადის $1000 საათით. ეს არის იაპონური ბრენდი და რო კითხეს რატო გიკეტიაო? იცი რა უბრალოდ ხა? იმიტომ რომ ვიცი რომ არასდროს არ გაფუჭდება და ყველაზე საიმედოა. ანუ ეს ამ კითხვაზე ეს პასუხი გასცა. ზოგადად ძალიან რთული არის ესეთ სახასიათო ავტომობილებზე ემოციები გადმოსცე რა, ყველამ უნდა მართოს და მარადარე ვერ გაიგებ. მინიჭებული სიამოვნებით მე უკვე თვითონაც რაღაცებს გადმოგცევს რა, აფრიაქებული რო გადმოდის და რა მაგარია, აი არა აქვს ბევრი ცხერის ძალა, მაგრამ მაინც მაგარია ხო, ეგეთი ავტომობილია. კარგი, მოდი ვნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. დაახლოებით 4-5 წლის წინ, როდესაც BMG ავტო დავიწყეთ და შედგა ასე ვთქვათ ჩვენი პროექტი პირველად და პირველი სერიაც გამოვიდა, პირველი ავტომობილი რაც გადავიღე იყო Mazda MX-5 Miata. ეს ავტომობილი იყო სრულიად ახალი, ბოლო ძარა. დღეს მე შემიძლია თამამად ვთქვა 4 თაობაში ჩემთვის საუკეთესო მოდელი და ჩემთვის საუკეთესო ძარა არის აქ. რატომ არის ეს ძარა Miata-ს 4 თაობაში ჩემთვის ყველაზე საყვარელი ძარა მაგაცაც ავხსნი. პირველი pop-up ფარებზე როა, ალბათ ყველა მიცით, Miata-ის მოყვარულებმა და ზოგადად ავტომოყვარულებმა Miata-ზე რაიმე ინფორმაცია რო არ იცოდეთ და რო არ იცოდეთ რა ავტომობილია, მე მგონი ეს სირცხვილი არის. ამ ავტომობილს ყველა ცნობს, ყველას ძალიან უყვარს და ყველას ძალიან მაგარ ემოციას ანიჭებს იმ ადამიანებსაც კი, ვისაც არასდროს არ უტარებია და არანაირი შეხება არ ქონია. ყველაზე მეტად კი ეს ავტომობილი გვიყვარს ადამიანებს, რომლისთვისაც ავტომობილი მარტო A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილების საშუალება არ არის. ანუ ავტომოყვარულებს, ისეთ ადამიანებს, ვინც ვიცით კონკრეტულ ავტომობილს რისთვის ვყიდულობთ, რა დანიშნულებით გამოვიყენებთ და რას უნდა მოველოდოთ მისგან. რატომ არის Miata ესეთი კარგი სამართავი? რატომ არის ესეთი ლამაზი და დახვეწილი? და რატომ გვიყვარს ყველას ესე ძალიან. დავიწყოთ პირველი იქიდან რომ ნებისმიერი სპორტული ავტომობილი უნდა იყოს რაც შეიძლება ჩატე. ნამდვილად ეს ავტომობილი არის საკმაოდ მჩატე. მისი წონა არის 1145 კილოგრამი
და არის hardtop-ი. არა hardtop-იანი ვერსია არის ასე ვთქვათ 1085 კილოგრამი, მაგრამ 1145 კილოგრამი დამერწმუნებით რომ საკმაოდ კარგი წონა არის და ბევრ ახალ ავტომობილზე ძალიან ბევრს წვალობენ ხოლმე, თუნდაც ბარგალკით, რომ ამ წონამდე მოიყვანონ ხოლმე. რატომ იმართება MX-5 ესე ძალიან კარგად? იმიტომ რომ ამ ავტომობილს აქვს ძალიან მაგარი წონის გადანაწილება 50-50-ზე. წინ კი ის აღჭურვილია ძალიან მაგარი დაკიდების სისტემით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე სპორტულ ავტომობილებში. როგორიცაა Porsche, Ferrari და მსგავსი ტიპის სპორტული ხასიათის და ნამდვილი სპორტული ავტომობილები, არა გასპორტულებული, ნამდვილი სპორტული ავტომობილები. ეს არის double wishbone და ეს ავტომობილიც აღჭურვილია ამ დაკიდების სისტემით და რაც გვაძლევს მოსახვევებში მეტ მოჭიდებას სხარტ-საჭეში გულისხმობ იმას, რომ ავტომობილი ზუსტად იმას აკეთებს, რასაც შენ უბრძანებ, ასე ვთქვათ, საჭეს ყოველ პატარა კორექციაზეც კი ის ძალიან გრძნობიარე არის. წონის გადანაწილებაზე და ავტომობილის დაკიდების სისტემაზე წინა მხარეს უკვე ვისაუბრეთ. ეხლა კი ყველაზე მთავარი. რა ამოძრავებს ამ ავტომობილს? ამ ავტომობილს ამოძრავებს 2.0 ლიტრის მოცულობის ბენზინის შიდაწვის ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 158 ან 17 ცხენის ძალას. დამეთანხმებით, რომ ეს არ არის რაღაც ბევრი ცხენის ძალა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ ავტომობილის კოლოფი, რომელიც არის 6 ჩქარიანი და ხიდი, რომლის გადაცემები და კოლოფი ისე კარგად არის ერთმანეთთან დაბალანსებული და ისე კარგად და ჭკვიანურად არის ყველაფერი ერთმანეთთან შერწყმული, საერთოდ არ გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ამ ავტომობილს ცხენის ძალა აკლია. იქამდე სანამ დაახლოებით ალბათ 6-7 თვე არ ივლი. აი 6-7 თვის მერე გეწყება რა ის, რომ აი ცოტა მეტი ნიუტონები მინდა, ცოტა მეტი ცხენის ძალები მინდა. მერე უკვე იწყებ ფიქრს საიდან უნდა მოიტანო ეს ნიუტონები და ცხენის ძალები და ძალიან ბევრი სხვადასხვა გზა ჩნდება შენს ირგვლივ. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ავტომობილი ისეთი ავტომობილია, რომელიც შეგიძლია, რომ შენს თავზე მოირგო. ანუ ააწყო ისეთი ავტომობილი, როგორიც შენ მოგწონს, როგორიც მართვაც შენ მოგწონს. ანუ ჩვეულებრივი ლეგო არის, რასაც ყიდულობ ქარხულ მდგომარეობაში და შემდეგ უკვე ნელ-ნელა იწყებ ამ ავტომობილის ტიუნინგს. რაც არის ძალიან სასიამოვნო, არის ძალიან გასართობი და საბოლოოდ, როდესაც აი შენ მიზნამდე მიხვალ და წახვალ ან ტრეკზე, ან სერპანტინებზე და არც ერთ შემთხვევაში ქალაქში, აი უკვე ხარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ შენ იღებ ძალიან მცირე ბიუჯეტში ავტომობილს, რომელიც იმართება ძალიან მაგრად, ავტომობილი, რომელიც ძალიან განსხვავებულ მაგარ ემოციებს განიჭებს, ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდები ყოველდღიურად და ყველა გიღიმის, ყველას მოსწონს და ბავშვები ხო მით უმეტეს რაღაც სასწაულ ემოციებს გამოხატავენ ხოლმე. ჩემი აზრით ეს ყველა ავტომოყვარულს სიამოვნებს და ზუსტად ის არის ხოლმე ჩვენი მთავარი მიზანი, ასე ვთქვათ, რომ ავაწყოთ ისეთი ავტომობილი, რომლის მართვაც გვესიამოვნება და რომელიც ქალაქში გადაადგილების დროს ან სადმე, როდესაც რაიმე კონკრეტულ შეკრებაზე მივალთ და სხვა ადამიანები შეხედავენ, ყველას მოეწონება და ყველა აღფრთოვანებას გამოხატავს. სიმართლე გითხრათ, იმდენად კარგად გამოიყურება და იმდენად აი რაღაცნაირი ვიზუალი აქვს რა, აი ვერაფერს ვერ უპოვნი და ვერაფერს ვერ დაამატებ, ასე ვთქვათ. ჩემი აზრით, ერთადერთი, რასაც ამ ავტომობილზე შევცვლიდი, ეს არის აი ეს შავი პლასმასები, აი მას სიამოვნებით მოვხსნიდი და დავაყენებდი წინ რაიმე ლამაზ ტუჩს. უკანა მხარეს რაც შეეხება, უკანა მხარეს ალბათ პატარა დაქტეილს დავაყენებდი და კარგ გამშვებ სისტემას. მეტი ამ ავტომობილზე მე ალბათ დავამახინჯებთ სხვა რაღაცები რომ დავამატოთ. რატომ მომწონს კონკრეტულად ეს მოდელი? მაგასაც ახსნი. ახალი ბოლოთაობის მიატა ძალიან თანამედროვე არის. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ლამაზია და ძალიან კარგი სამართავია, მაგრამ როგორც ყველა ბრენდმა, Mazda-მაც მარკეტინგში უფრო მეტი ფული დახარჯა, მოდი ესე ვთქვათ და
ისეთი არ არის როგორც ეს. ეს გაცილებით უფრო კარგად იმართება და გაცილებით უფრო მომწონს ვიზუალურად, იმიტომ რომ მაინც 2000-იანების ავტომობილია და აი ეს 2000-იანების და 90-იანების და 80-იანების და 70-იანების დიზაინი რა ვქნა, ძალიან მიყვარს. ფორმებს რაც შეეხება ამ ავტომობილის, მე არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველას გვიყვარს და ყველას მოგწონს. ამიტომ ვიზუალურად მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი. იმდენად საყვარელი და ლამაზი ავტომობილია, რომ როდესაც სახლიდან ჩამოხვალ და დაინახავ, სულ 400-ზე იყო, რაღაცნაირად ისეთ განწყობას შეგიქმნის, რომ აი სამსახურში წასვლა რო გეზარება და რო არ გინდა რომ წახვიდე, მიატა თუ ყავს, მაინც დილით ადრე ადგები და წახვალ სამსახურში, იმიტომ რომ იცი რომ მთელი გზა მიატაში უნდა იჯდე და ის მართო. განვიხილოთ ორიოდე სიტყვით. ამ ავტომობილის ინტერიერი, რო ვთქვათ ახლა, რომ ძალიან ხარისხიანია და სასწაული მასალებისგან არის დამზადებული თქო, მოგატყუებთ. ხშირ შემთხვევაში გვხვდება ძალიან ბევრი პლასმასი, მაგრამ პირველი, აი აქ როდესაც ხელს ვდებ, არის რბილი. ეს მომწონს. აქაც გვაქვს რბილი ბარი, სადაც ძალიან კომფორტულად ვდებთ ხელს და ეს ხელი ზუსტად ვდება სიჩქარეების ბერკეტს. საჭე სამქიმიანი, რომელიც არის საკმაოდ კარგი ზომის და არის საკმაოდ კომფორტული. იმდენად კომფორტულად ვზივარ ამ ავტომობილში და იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ მართვისგან, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, სად არის პლასმასი, სად არის რეზინა, სად არის კაუჩუკი და სად არის ტყავი. სულ რომ დავშალო და ისევია, რომ მაინც კმაყოფილი ვიქნები და მაინც ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ. დღეს ამ ავტომობილით დავდივარ და აი მთელი დღე დილიდან დაწყებული დღეს უკვე საღამოა, ძალიან სასიამოვნოდ გავატარე და მინდა ვთქვა ის რომ ხშირ შემთხვევაში გადაღებაზე როდესაც ვართ ხოლმე ძალიან ვიღლები, როდესაც ავტომობილებს ვიღებ. დღეს არ დავღლილვარ. დღეს ძალიან ბევრი კარგი სიამოვნება მივიღე და აი ეს მინდა კიდე რომ გავაკეთო. არა აქვს ჟანი, მაგრამ ძალიან სხარტია, მაინც ძალიან სხარტი არის და ძალიან კარგად იმართება. პირველად რომ გადავხადეთ ამ ავტომობილს და ისე გამოვედით, ახლა ზამთარი არის და დაახლოებით 1-2 გრადუსია ტემპერატურა და პირველად რომ გადავხადე, მეგონა რომ გავიყინებოდი და ახლა ფანჯრები აწეული არის, გათბობა ჩართული გვაქვს და საერთოდ არ მცივარ რა. ნუ ცოტა თუ მაღალი ხარ, მაგ შემთხვევაში შეიძლება ქუდი დაგჭირდეს, კეფა რო არ გაგეყინოს. თუ ძალიან თავსხმა წვიმა არ არის, დაახლოებით 100 კმ/სთ თუ ივლი, აი თუ ცოტა ისეთი ჟუჟუნა წვიმა თუ მოდის, არ დასველდებიო რა, იძახიან. და ეს ატყუილი რა, იმიტომ რომ მე რამოდენიმეჯერ გატესტილი მაქვს და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ძალიან ამ წვიმის სიხშირე მოიმატა და მე გუბე იდგა ავტომობილში, ასე რომ არ გატესტოთ, არ გირჩევთ. ერთადერთი, რაც თქვენ გჭირდებათ, თუ მიატა გინდათ უფრო სხარტი და უფრო სასიამოვნო სამართავი გახადოთ, ეს არის კარგი დაკიდების სისტემა, კარგი საბურავები და კარგი მუხრუჭები. საერთოდ საკმარისია იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო და ყოველი დღით, როდესაც ამ ავტომობილით ივლი, ისიამოვნო. ბჭო, არა აქვს ეს ბევრი ცხენის ძალა და ჯანი, მაგრამ აი მაინც რაღაცნაირი ვაიბი მოაქვს ამ მანქანას, არ ვიცი. მიყვარს. რაც არ უნდა დრო გავიდეს 2000-იანების 90-იანების ავტომობილები ყოველთვის იქნებიან ჩვენს გულებში, ნამდვილი ავტომოყვარულების გულებში და არასდროს არ დაბერდებიან. ჩვენ კიდე მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია. შევიძინოთ ეს ავტომობილები, თუ სერვისი სჭირდება, ჩაუტაროთ, განვაახლოთ და სიცოცხლის ბოლომდე თუ შევძლებთ ამას, რა თქმა უნდა, ყავდეს და ვისიამოვნოთ ესეთი ავტომობილებით. დღეისათვის სულ ეს იყო და შემდეგშიც იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ ნამდვილ 90-იანების ან 2000-იანების ავტომობილს შემოგთავაზებთ.
დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პიტსტოპ აკადემიის დამფუძნებელი ლადო გუდაძე. გამარჯობა. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის, რომ გამონახეთ დრო და მოხვედი ჩვენთან. ცოტა ძიმე თემით გვინდა დაწყება. ჩემთვის და დანოსთვის ძალიან ძიმე წელი იყო, გასული წელი. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგეთ მოტო ავარიის შედეგად. და გვინდოდა გავკეთებინა გადაცემა, რომ რჩევის სახით მიგვეცა ან დამწყები ბაიკერებისთვის, ვისაც უნდა რომ მოტოზე გადაჯდეს, რა გაითვალისწინონ, როგორ გაითვალისწინონ, რა საფრთხეები არის დღეს საქართველოში ამ კუთხით და რითი შეიძლება თავი დავიზღვიოთ ამ ყველაფრისგან. ოკეი. პირველ რიგში ძალიან მადლობა მოწვევისთვის. ეგ არის ის კითხვები, რასაც ძირითადად ყოველდღე მეც და ჩემს მეგობრებსაც გვისმენთ ხოლმე. ну რამდენიმე ნაბიჯი არის, რაც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომელსაც სურს რომ მოტოსამყაროში შემოაბიჯოს. ну სამწუხაროდ ჯერჯერობით გვაქვს საქართველოში ის კულტურა, რომ თუ მოტოციკლეტი გინდა, მაინც რაღაცა ისეთი სამარიაჟო თემად მიიჩნევა ბევრისთვის რა. სანამ აქამდე მივლენ, ძალიან ცუდია, მაგრამ ну ბევრს ისეთი ფატალური შემთხვევები ემართება ხოლმე, რომ ну მე უკვე ლაპარაკის აღარ ღირს. ეგ სტატისტიკა არის ზუსტად ის, რაც აჩვენებს მე რომ აი მოტოციკლეტი ძალიან საშინელი ტრანსპორტია და ასე შემდეგ რეალურად აბსოლუტურად არ არის ეგრე თუ ნაბიჯ და სწორად განვითარდები. რა ხალხი ბევრი წელია აბსოლუტურად ძის მოტოციკლზე ისე რომ კი რა თქმა უნდა შემთხვევები ყველას მოგდის, მაგრამ ჯაჯავთელები ვარ და დავდივარ ავტომობილზე. ზოგადად ყველას ვეუბნები, ვინც დამწყები არის და ვინც კომუნიკაციაში შემოდის ჩემთან, რომ არსებობს ორი სახის მოტოციკლეტისტი. ერთი რომელიც დაიმტრა და ერთი რომელიც დაიმტრება. არ არსებობს მოტოციკლეტისტი, რომელსაც რამე შემთხვევა არ მოსვლია, არ მოუვა, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ არც რაღაც ზედმეტად შორს დავიჭიროთ თავი მოტოსამყაროსგან და არც იმას, რომ პირიქით ძალიან გავუთამამდეთ რა. რაღაც საშუალო ტემპი უნდა ვიპოვოთ იმასთან, რომ რა შეგვიძლია ჩვენ, რა სკილები გვაქვს, რა შესაძლებლობები გვაქვს, რისი გაკეთება შეგვიძლია ორბორბლიანი ტრანსპორტით. იმიტომ რომ რა თქმა უნდა სახიფათო არის, რა თქმა უნდა 4ბორბლიანთან შედარებით ბევრად უფრო მეტი შემთხვევა შეიძლება მოხდეს 4ბორბლიანზე, თუმცა რა თქმა უნდა თუ ყურადღებით და სწორად ვეცდებით რომ განვითარდეთ, ყველაფერი იქნება ძალიან მშვიდობით და კარგად. განვითარებას რაც შეეხება პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ აუცილებელი არის არა პროსტა უბრალოდ დავჯდეთ და შევიძინოთ რამე მოტოციკლი და დავიწყოთ, აუცილებელი არის მოტოსკოლა. რამდენიმე მოტოსკოლები არის საქართველოში უკვე ძალიან ისეთი პოპულარული გახდა და ამხრივ განვითარდა ხო? კი, ამხრივ უკვე რამდენიმე არის მოტოსკოლა და ვურჩევდი რომ ყველა ნებისმიერ მსურველს აბსოლუტურად პირველ რიგში პირველი რაც შეიძლება თავში აზრი მოვიდეს ის არის რომ მივიდეს მოტოსკოლაში. რომ აი საბაზისო ცოდნა ასე თუ ისე რაღაცა შეიძინონ. ამის შემდეგ პირველი რაც შეიძლება გააკეთონ არის ის რომ დაბალკუბიანი მოტოციკლი იყიდოთ. არსებობს ახლა ჯერჯერობით მაინც ის ხალხი, რომელსაც აი 600-იანია, აი პლასმასები უყენია, აი 1000-იანი არის და ნელავიული რა, ნელავერიული. არის რაღაცა მომენტები, როცა ნუ რამდენი საშუალებასაც გაძლევს გაზი მოტოციკლის, იმდენით შეგიძლია და გინდა რომ წახვიდე რა. აქედან გამომდინარე ჯობია რომ თავიდან რა თქმა უნდა დაბალკუბიანით დავიწყოთ და შემდეგ ნელ-ნელა განვითარდებით, რავი, სადგვიჩქარება ეტაპ-ეტაპ და განვითარდეთ ჯობია, ვიდრე ეტაპი და შეწყდეს მე უცებ რაღაცა რა და ყველას ვეუბნები რომ ჯობია თავიდან დაბალი კუბატურით დაიწყოს რა თქმა უნდა სწავლა-განათლების პროცესი. პრინციპში ავტომობილებშიც ესე არის, ახლა გამოუცდელი მსხოლი რომ 500 ხენის ძალიან ავტომობილზე დასვა, ის იგივეა რომ პატარა ბავშვს გადატანილი. ჩვენ უბრალოდ საქართველოში ძალიან ის გვჭირს, აი პლასმასები არის, ლამაზი არის, უკან რაღაც ზოგს ეგ დაჟე ეგეც აქვს, რომ აი უკან დიდი საბურავი ანუ არაფერში არ არის აბსოლუტურად, მაგრამ ნუ აი რახან ვიზუალურად ესენი მოსწონთ, რომლებიც რეალურად არის საკმაოდ დიდი კუბატურის და დიდი სიმძლავრის და არც თუ ისე სათამაშო მოტოციკლი, ყიდულობენ, ვისაც აქვს შესაძლებლობა და შემდეგ ნუ ფატალურ შემთხვევებიც ბევრი ხდება, თუნდაც უბრალოდ გახოხებაც და მეორე პრობლემას ვაწყდებით მაგ მომენტში, როცა ეკიპირების გარეშე და არა სერტიფიცირებული ეკიპირებით მოძრაობს ხალხი რა, ძალიან ცუდი არის ჯერჯერობით, მაგრამ წერან შემოსავლებს ვაუბრობდით, რომ ვიცოდეთ ბევრი წლის წინ 15-20 წლის წინ რა სიტუაცია იყო, იმასთან შედარებით გაცილებით წინ ვართ საქართველოში, უბრალოდ ძალიან ნელი ტემპით მივდივართ რა, ანუ მივდივართ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით რა. ეკიპირებასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რამდენად გვაქვს საქართველოში რაღაც სტანდარტი? ანუ მე ხშირ შემთხვევაში შემხედრია, რომ იყიდება ძალიან ბევრი ჩინური პროდუქცია, მაგრამ ამ ჩინურ პროდუქციაშიც არის სხვაობა. არსებობს ხარისხიანი ჩაფხუტი,
და არსებობს შავხუტი, რომელმაც დაცვის მაგივრად შეიძლება პირიქით ზიანი მოგაყენოს. ჩვენთან საქართველოში რამდენად იყიდება ხარისხიანი და რამდენად უხარისხიანი? ოკეი. მაგ თემას რაც შეეხება ცოტა შესწორებას შევიტანდი შენს ნათქვამში, ვიტყოდი რომ არ არსებობს ჩინური ეკიპირება ხარისხიანი. საქართველოში ძალიან ბევრი შემოდის ჩინური და მაგას ვეუბნებით ზუსტად ბოლოს რაღაცა მე შენი ვიდეოც შემხვდა ჩაფხუტების ხარისხი. თუნდაც ეგეც რო ნახო, ანუ ხო სხვაობა თვალნათლივ ჩანს რომ აი აბსოლუტურად სხვა არის რა ჩინური ნებისმიერი შენადნობი რაღაცა ეკიპირებას როცა ეხება მით უმეტეს საქმე ხო საერთოდ რა ორი თავი ხარ არავის არ გვაქვს და ისე ვიქამდე მიდივართ რომ ხალხი ძვირს იხდის მოტოციკლში მაგრამ ძვირის გადახდა ენანება ეკიპირებაში რა ანუ აი ბევრის გამომისმენია და ეს კიდე კაი ქურთუკი არ მეცოა რა რო წავიგეცი თო ხო გაფუჭდებოდა ანუ რაღაც ახალნაყიდი ქურთუკი რო არის ანუ ცოტა ჯერ სხვაგან ვართ მაგ კულტურაში, მაგრამ მივა მაგამდეც რა, ეკიპირება არის ის, რაც შეიძლება მოტოციკლში დაზოგო, მაგრამ ეკიპირებაში არ უნდა დაზოგო თანხა არავითარ შემთხვევაში. თუ რაღაც საცურველი მოდელი ვერ ნახეთ, საცურველი ზომა ან ფერი ვერ ნახეთ, შეიძლება შევუკვეთოთ და ჩამოვიტანოთ, მაგრამ ბევრი არის სამწუხაროდ, ვინც ესე ვთქვათ, ხელებს ითბობს მაგ კუთხით, რომ ისეთი უხარისხო ეკიპირება ჩამოაქვს, არა მარტო ჩაფხუტები, შეიძლება ქურთუკები, შეიძლება ფეხსაცმელი ასე შემდეგ, რომ დაცვის არაფერ შუაში არ არის დაცვასთან, უბრალოდ ვიზუალურად თვალს უხარია და ეგ რო ვიღაცას აცვია, გონია რომ რაღაცა აი უფრო მეტად მოტოციკლეტისტი არის ალბათ. ნუ ანალოგიური არის კომბინიზონებზე, საავტომობილო კომბინიზონებზე. მაგასაც ძალიან დიდი. ანუ რაიმე ბერკეტი ჩვენ ეხლა ამ ეტაპზე საქართველოში არ გაგვაჩნია, რომ ეს უხარისხო კუთხით ერთადერთი რასაც ეხ ბოლო პერიოდში დაეთმო ცოტა უფრო მეტი ყურადღება არის, ნუ ეხ მაყუჩების თემა ყველამ ვიცით და ყველამ შეგვაწუხა აბსოლუტურად მაგ თემამ, ეგ ცალკე თემა არის, ცალკე кейსია, მაგრამ ერთადერთი შემიძლია თქვა, რომ ბოლო პერიოდში ცოტა უფრო მეტად ყურადღება ექცევა ეს მოტოციკლის პრიორიტეტებში, ცოტა უფრო ამოიწია მოტოციკლი საგზაო შემთხვევებიდან გამომდინარე, საპატრულო ეკიპაჟებიც ალბათ მიხვდნენ, რომ ადრე როგორ იყო, იცი? აი მოტოციკლი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახო, შევ მოტოციკლია რა, დამნაშავე რა, ანუ ეს მიდგომა ქონდა ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი მეგობარიც ვიცი, რომლებიც გამტყუნეს ესე ვთქვათ, რომელიც აი სრული რეალობიდან გარეთ იყო რა მოკლედ რა. დღესდღეობით ეგრე აღარ არის რა, რეალურად ცდილობენ შეაფასონ მოვლენები, რა მოხდა, სიტუაცია აღიქვან რეალობაში და თუ დამნაშავე იყო, რა თქმა უნდა, თავს არავინ არ არიდებს, მაგრამ იყო ხოლმე ადრე შემთხვევები, როცა მოტოციკლისტი არაფერ შუაში არ იყო და მაინც დაუდანაშაულებიათ, თუმცა დღეს ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო რეალობისკენ მივდივართ რა. პლუს მაგას პასლაინებზე რაც შემოვიდა ეს მოტოციკლის მაგაზეც ერთი ამბავი ჰქონდა ატეხილი და თავიდან ძალიან ისე იყო არა როგორ შეიძლება და რაღაცა და მე მივხვდნენ რომ რეალურად ნებისმიერ უცხო ქვეყანაში, ევროპულ ქვეყანაში, ნებისმიერ სადაც ცენტრალური ევროპა რაც არის და განვითარებული, სადაც არ უნდა წავიდეთ, მოტოციკლი არის ქვეითის შემდეგ ნომერ პირველი პრივილეგია, ველოსიპედისტი და ქვეითის შემდეგ ნომერ პირველი პრივილეგია რა. იქ ბასლაინზე სიარული იქნება, იქ ცალკე ზოლები აქვს, ბარსელონა რო ვიღოთ, თუნდაც ცალკე ზოლი აქვს მოტოციკლს და ორბურბლიანები ნებისმიერი, სადაც ველოსიპედის გზაზეც შეუძლიათ სიარული ტროტუარზე, ხა ჯერჯერობით ხა ჩვენ ცუდი ეგვჭირს რომ რაღაცაში რომ რაღაცა გაგვიხსნიან მწვანეს რო აგვითებენ, მე ჯერ ისე ვართ რა აფორიაქებულები ვარ და ხა ტროტუარზეც ბევრი დადის და საგზაო ინციდენტებიც ბევრი იქმნება მაქინან გამომდინარე, მაგრამ ლაგდება რა ეგ სიტუაცია და კიდევ ერთხელ ვიტყოდი რომ წინ მივდივართ, მაგრამ ძალიან ნელი ნაბიჯებით რა. იმ დროს აღარ ვართ როგორც ვიყავით, ეხლა ნელ-ნელა ცოტა უფრო წინ ვართ, შემიძლია ვთქვა რა რაღაცა კუთხებით, რაღაცა კუთხით, მაგრამ ბევრი გვიკლია კარგად განვითარებული ცენტრალური ევროპის მსგავსად რომ ვაზროვნებდეთ და ვიქცეოდეთ ყველაფერში. აქვე კითხავ, ეკიპირებაზე მინდოდა მეკითხა, მე ცოტა გადავუხვიეთ თემას. რამდენად იცავს კარგი ეკიპირება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს? მივხვდი. ეკიპირება არ არის დარტყმაზე გათვლილი. რა თქმა უნდა, დარტყმას ამცირებს და შესაბამისად ცოტა უფრო რბილად შეგვიძლია რომ რაღაცას დავიცეთ, მაგრამ ეკიპირება ზოგადად არის გათვლილი ხახუნზე. როდესაც რაღაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოგვივა, აი სრიალის მომენტი როცა არის, ახლა მანქანაში კაფსულაში ვზივართ და ღვედი გვიცავს იმისგან რომ რაღაცას არ შევეჯახოთ, რამდენი საშუალებაც აქვს ღვედს თვითონ. მოტოციკლის შემთხვევაში ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოტოციკლიდან ვარდებით, ნებისმიერ ძალიან რაღაცა საოცრება უნდა მოხდეს, რომ მოტოციკლზე დავრჩეთ რა, მაგრამ მაინც ვიქცევით, რაც არ უნდა იყოს, ხო? ეკიპირება არის ის, რაც ზუსტად ასფალტთან ხოხიალის დროს გვიცავს და ჩვენს სხეულს და კანს ცდილობს რომ აარიდოს ის ძალიან დიდი სიმწარე, რომელიც ყოველდღე გამოგვიცდია ასფალტზე ხოხიალის დროს.
თუმცა მოტოციკლის ეკიპირება არ არის დარტყმაზე, ძლიერ დარტყმაზე გათვლილი, თორე დარტყმას რა თქმა უნდა ამცირებს და ბოლო პერიოდის ეკიპირებები რაც არის შექმნილი, იმდენად რბილი არის ხელს რომ დაადებ, ამან როგორ დამიცვას შეიძლება იფიქრო, მაგრამ რეალურად ძალიან მაგრა იცავს, როცა ჩვენი მყარი ადგილები ძვალი რაც არის რა, ეგ რო ასფალტს ეხება ნებისმიერ მყარ დეტალს, ეკიპირების გარეშე საშინლად მტკივნეული არის, ეკიპირებით გაცილებით ნაკლებად არის მტკივნეული რა. ამიტომაც არის რომ ყველას აბსოლუტურად მით უმეტეს დამწყებები არიან ისინი, ვისაც ცოტა აი ეკიპირებაში ეხა ბოლოს კიდე წამოვიდა რომ რაღაც თვალს უფრო მოსწონს და ყველაფერს თავიდანებოდ ესთეტიურადაც ლამაზი არის რომ მოტოციკლისტი ჩაფხუტით ხელთათმანით და ქურთუკით მოძრაობს. ეს ის მინიმალური არის, რაც ყველამ აბსოლუტურად ყველამ უნდა ჩაიცვას და ნუ ეხა შარვალი და ბოტები უბრალოდ ისეთი მომენტი არის, ცოტა დისკომფორტი არის ქალაქში ყოველდღურად სამოძრაოდ, თორე მაგასაც თუ ჩაიცმევენ, რა თქმა უნდა, მაგაზე უკეთესი არაფერი არ იქნება რა. ვცდილობთ ვებრძვით საზოგადოებას, რომ ნამდვილად ეს კულტურა წამოვიდეს და ვნახოთ. მოტოსპორტის კუთხით რა ხდება ჩვენთან, თუ ტარდება რაიმე ღონისძიებები? გვაქვს დრაგის დისციპლინა, გვაქვს წრიულის დისციპლინა, გვაქვს ჯიმხანის დისციპლინა, ენდუროს მიმართულებით გვაქვს კიდე რამდენიმე სხვადასხვა კლასის დისციპლინა, ენდუროს რაც შეეხება და მაგ კუთხით, ну, რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით კიდევ ყოველ წელს იმატებს რაოდენობა ღონისძიებების რა. ასევე ყოველ წელს იმატებს მოტომოყვარულთა საზოგადოება, რომლებიც ცდილობენ რომ ტრეკზე გადმოინაცვლონ და არ იგაზაონ ესე ვთქვათ ქალაქში და ეგ ძალიან კარგი ტენდენცია არის, მაგრამ ნუ იქაც ძალიან ბევრი ხარვეზი გვაქვს და ვცდილობთ რომ ნამდვილად გამოსწორდეს ყველაფერი რა. პრაქტიკაში ყველაფერი თან ვსწავლობთ, თან ვცდილობთ გამოსწორებას, თან ვცდილობთ რომ რაღაცა წინ წავიწიოთ და ბევრი შეფერხებები გვაქვს ყველა კუთხით, იმიტომ რომ რეალურად ეხლა ვართ იმ პერიოდში, როდესაც მოტოსამყარო, მოტოსპორტი იქნება თუ ეს ნებისმიერ მოტოსამყარო რაც შეეხება, ეხლა ვითარდება საქართველოში და ეხლა ვცდილობთ რომ ფეხი ავუწყოთ იმ რაღაც ევროპულ სტანდარტებს და ამერიკულ სტანდარტებს, რომლებსაც სხვები უამრავი წელია უკვე მიყვებიან კი არა გადაღეჭილიც აქვთ ყველაფერი აბსოლუტურად რა. ბოლო პერიოდში მე რასაც უყურებ ხოლმე ძალიან ბევრი მანდილოსანი ხდება ხოლმე უკვე მოტოციკლეტით და ძალიან კარგი ტენდენცია არის ეგ რა. მანდილოსნებშიც პოპულარული გახდა. ძალიან კარგი ტენდენცია არის, მაგრამ მე მანდილოსნებზე მეტად მიხარია ის, რომ ჯერ ერთი ბავშვებს აქცევენ ძალიან ყურადღებას, რომ ბევრი ბავშვი გადმოჯდა მოტოციკლზე, მშობლების ნებართვით და სურვილით, რა თქმა უნდა რა. ბავშვების სტატისტიკა არის ის, რასაც ვერ გავექცევით. ჩვენი მომავალი თაობა არის ის, რომლებიც ვერ აცდებიან ორბორბალს. ყველა ვარიანტში მოუწევთ ორბორბლიანზე დაჯდომა. ეს იქნება ვიღაცა მეგობარს მოუჯდება თუ მეგობარი რაღაცა მოტოსკუტერს მოიპარავს მეგობრისგან თუ ეთხოვებიან თუ რაღაცა ეგეთი და მოგეთ ყველა ვარიანტში იქნება ის სიტუაცია, როდესაც ბავშვი ვერ აცდებს ჩვენი შემდეგი საზოგადოება, ჩვენი შემდეგი თაობა ვინც არის, ვერ აცდებიან ორბორბალს. შესაბამისად ძალიან კარგი იქნება, რომ ბავშვმა პატარაობიდანვე იცოდეს და ეს რაღაცა ის სიხამის მომენტი არ ქონდეს, რომ აი მე დავჯდე და გავიკატაო და რამე რა, როცა ბავშვი ეცოდინება რა არის, რა საფრთხეებს შეიძლება ელოდოს, რა სკილები შეიძლება ჭირდებოდეს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შემდეგ უფრო ნაკლებად იქნება საფრთხე ამ ყველაფერში. და ბავშვები და ცოტა მაღალი თაობა, ცოტა ზედა თაობა, ეგ ორი რაღაც არის, რაც მიხარია ძალიან მეტად, იმიტომ რომ წინა თაობაში ჯერ ერთი ძალიან ისე იყო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები ზოგადად ორბორბლიანის მიმართ, მაგრამ ბევრი გადმოჯდა სხვათა შორის ზედა თაობას გულისხმობ 50 წელს პლუს ხალხი რა. 50 წელს პლუს საზოგადოება არის, ვინც იმ საქართველოში გაიზარდნენ, რომლებშიც აი ძალიან აი ამ ხელაზე იყოს მოტო სამყარო თუ შეიძლება ითქვას და დღესდღეობით ძალიან წინ ვართ მაგასთან შედარებით და ისინი ცდილობენ რომ ფეხი აუწყონ ჩვენ თაობას და ჩვენ ცდილობთ რომ ფეხი ავაწყობინოთ შემდეგ თაობას და რავი ჯერჯერობით კაი ტენდენციით მივდივართ და ნახოთ სტატისტიკა გვაჩვენებს რა იქნება შემდეგ რა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენს მოწვევისთვის. მეგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ ჩვენს ასევე ბევრი წარმატებები. გავაშუქოთ უკვე მოტო თემატიკაც. ვისურვებდი რომ მეტად იყო თქვენც და ყველა ბევრი მოტო ინფლუენსერი არის, ბევრი საერთოდ ზოგადად ტელევიზიაში ბოლო დროს ძალიან დაინტერესდნენ და ძალიან მიხარია ეგ ტენდენცია და მეტად გიჩევდით და სურვილი მექნებოდა რომ მოტოსამყაროში ჩაერთოთ თქვენც რა. ბატონო, აქტივობები რაც გექნებათ და შეჯიბრებები ჩვენს დავესწრებით ხოლმე და გავაშუქებთ მაგას. არ მოიწყეთ ნამდვილად. ჩვენი სტუმარი იყო ლადო გუდაძე. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.